საღამოს სტუმარი. ეს არის FM 103 საქართველოს რადიო და გადაცემის დასასრულს ჩვენ უნდა ვისაუბროთ აფრიკულ შთაბეჭდილებებზე, განცდილზე, ნანახზე, მოსმენილზე, რეალური ამბები, ავტორის ფანტაზიები, მოთხრობები და ზღაპრებად ჩაწერილი ერთი მთლიანი წიგნად შემდგარი. აფრო ქართველის ჩანაწერები ეს წიგნი უკვე ხელმისაწვდომი არის მკითხველებისთვის და მისი ავტორი ადამიანი, რომელსაც ძალიან კარგად იცნობთ თქვენ საქართველოს რადიოს მსმენელები, რომელიც პოდკასტებით იქნება თუ ჩართვებით ყოველთვის საინტერესოდ გვიყვება ხოლმე მის გარშემო მიმდინარე ამბებს. პირდაპირ ეთერში ჩვენი სტუმარია თორნიკე ბერიშვილი. გამარჯობა თორნიკე, დილამშვიდობისა თქვენთვის, საღამომშვიდობისა ჩვენგან. როგორ ხართ? გამარჯობა დავით, დიდი მადლობა ამ ჩართვისთვის. დიდი მადლობა თქვენ. აფრო ქართველის ჩანაწერები, უკვე მე მყავს 1-2 მეგობარი, რომელმაც მოასწრო უკვე წაიკითხა და აღრთოვანებაც ვერ დამარეს და მეც სიმართლე გითხრათ აწივაპირებ წაკითხვას, მაგრამ მანამდე მინდა რომ რამდენიმე შეკითხვა დაგისვათ ამ ყველაფერზე. ეს არის 10 წელი ცხოვრება აფრიკაში, სიერა ლეონეში. როგორი პერიოდი იყო ეს თქვენ ცხოვრებაში? ანუ ძიების, მოძრაობის, აღმოჩენის თუ უბრალოდ მოვლენების შორიდან დაკვირვების? რა პერიოდი იყო თქვენთვის, აი თქვენი გამოცდილებისთვის? იცი რა, მართლაც აღმოჩნდა, რომ რაღაცა განსხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე და ეს იყო მე წავედი, როდესაც აი საქართველოში მოხდა ვარდების რევოლუცია 2004 წელი იყო. თავიდან ძალიან აქტიურად ჩავედი, მე რაღაც ცოტა იმედგაცრუებები დამემართა და ამ დროს გამოჩნდა ეს აფრიკული საშუალება აფრიკაში ცხოვრების და მუშაობის და მართალი გითხრათ ძალიან ჩავეჭიდე ამ საშუალებას, იმიტომ რომ მინდოდა რომ რაღაცა ეთქობა გზად ვიხავ შინაგანადაც, რომ გადამეხედა ბევრი ამისთვის, ახალი გამოცდილებაც მიმეღო, რაღაცნაირად მოვგებოდი ამ სიტუაციას და უცნაურად მოხდა, იმიტომ რომ ჯერ ესეთი მინდა უთხრა დიდი მადლობა თემურ უგულავას, ბიზნესმენს, რომელიც აი ესეთი ავანტურისტული პროექტებით ყოველთვის ძალიან ბოლომდე აკეთებს და ეგ რომ არა ეს ამბავი არ იქნებოდა და ავედით აფრიკაში თავიდან 2 კვირით. და იქ ისე მოხდა, ისე შედგა სიტუაცია, რომ უცბად მომეტრიალდა თემურ და მითხრა რომ იცი რა, მოდი დავიწყოთ და რასიზამო დარჩებიო ცოტა ხნითო. ეს თული გადაწყვეტილება იქნებოდა ეს მისაღებად, იმიტომ რომ თუ თავიდანვე არ იცოდი დიდი ხნით წასვლა, არც ისე ადვილი მისაღებია ხოლმე ასეთი გადაწყვეტილება. აი მაგიტომ იცი დავიწყე რომ ეთქობა შინაგანად მზად ვიყავი რაღაცნაირად და დაემთხვა რაღაცა განწყობები ერთმანეთს და რაც დავფიქრებულა რომ ისე უთხარი რომ კი დავიწყოთ, მე ვიქნებით თუ დავიწყოთ და ეს 2 კვირით თუ ცოტა ხნით დარჩენა გაგრძელდა 10 წელიწად. დიახ. აი ესე დაიწყო ეს ყველაფერი და ავიცი აღმოჩნდა რომ მე მგონია რომ მე ძალიან მადლობელი ვარ აფრიკის ხალხის საერთოდ მაგათი წელიწადის მე მგონია რომ ძალიან ბევრი რამე მივიღე. არ ვიცი სხვაგან რო ყოფილიყავი ესე იქნებოდა თუ არა, მაგრამ აი რა ვიცი, მადლობის მეტი არაფერი მე. რამდენად შორს არის თორნიკე იქაური ყოფა საქართველოში ყოველდღიური ყოფისგან რამდენად განსხვავდება? ანუ ძნელი იყო მიჩვევა თუ ბევრი არაფერია უცნაური და სხვანაირი? ხომ არის როცა სხვა კულტურაში ჩადიხარ, ადამიანს გიჭირს ხოლმე უბრალოდ გადაწყვეტა. ძალიან იცი როგორ არის, აი შევეცდები ზუსტად გიპასუხოთ. ერთ-ერთი ჩემი გამოცდილებით, ესე იგი მთელი ცხოვრება თავიდან ალპინისტობდი აქტიურად, მე ესე იგი ისეთი მოხეტიალე ცხოვრებას მიჩვეული ვიყავი, ამიტომ მე პირადად დიდად არ გამიჭირდა. განსხვავება როგორ არის, აი ერთი შეხედვით რო შეხედო, ზედაპირულად განსხვავება არის სადა დედამიწა. ჩვენ მაინც მიჩვეული ვართ, ასე თუ ისე კომფორტს განსაკუთრებით ეხლა აი რეალურად პრაქტიკულად ევროპის სადანი ცხოვრება გვაქვს, ხო, გარეგნულად. აფრიკა მაინც არის დარჩენილი, აი ფრიტაუნი არის, თანაც ომი ახალი დამთავრებული იყო, განგრეულია მთელი ქვეყანა 10 წლიანი ომის შემდეგ და ერთ რამეს გეტყვით, აქ და მიხვდებით, ეს იგი პირველ ადგილზე სოფლიოში ბავშვების სიკვდილიანობით რა. სურდოსავით ჭირთ მალარია. და უამრავი აი ესეთი რო შეხედავ ბუგანოსავით არ შეურაცხყოფად არ ვამბობ, უბრალოდ გარეგნული სახით, ეხში შველა ჩამოძონძილი ხალხი დადეს. ეს ერთი შეხედვით ესია. მაგრამ აი როგორც კი აი ამას გადალახავდა რაღაცნაირად ახლოს მიყვალ ამ ხალხთან, ძალიან ბევრი საერთო მიპოვა საქართველოსთან. განწყობებითაც, ადამიანური ურთიერთობებითაც და ერთი უცნაური რამე აი რო შეხედავ თითქოს ესეთი სპეციალურად ვამძაფრებ ამ სიტყვას მათხოვარივით ხალხი და მეორე მხრივ ესეთი ბედნიერი არ გენახოს, ესე იგი იმის ყოფაში
გასაცინებელი ვინმე სხვა თუ რამ ვერაფერს ვერ იპოვეს, ესენი არიან მაინც პოზიტივზე და სიხარულზე და სიმღერაზე. და ამ დროს ალბათ ადამიანი ამას როცა უყურებ იწყებ ასე დროს ალბათ ადამიანი იწყებ ფიქრს რომ ალბათ პოზიტივი და ბედნიერება სადღაც სხვაგან არის აძებნია სავარაუდოდ. აი ზუსტად ეგ მინდოდა მე თქო მადლობა რომ ესე გააფორმე და საერთოდ მე ხშირად გამიშთა ეჭვიდო აი ეს ევროპული დასავლური ცივილიზაცია რომ შევიდა იქ და ამბობს რომ თქო რაღაცა შევიტანე განათლება მართლაც ესეა თუ ესე არა თუ შეუშალა ხელი ბუნებრივ განვითარებას ეხლა ეს ისეთი რიტორიკული კითხვებია რასაც მაგრამ აი ძალიან იგრძნობა ეს განსხვავებულობა რა გარეგნულად თითქოს ცდილობენ რომ დაემსგავსონ მიბაძონ ამ დასავლურ სიტუაციას მაგრამ შინაგანი ენერგია და ეს სიხალისე პირდაპირ ანგრევს ამას ყველა აი როგორც ყვავილი ამოაგრევს ხოლმე ასვაც ისე ამოდის იქიდან გასაგებია. თორნიკე, დაუბრუნდეთ მოდი წიგნს ახლა, უпроსტო რომ დავიწყოთ წიგნზე საუბარი. მე რამდენადაც ანოტაციაში წავიკითხე ის რომ ზოგი ფანტაზია, ზოგი რეალური ამბავი, ზღაპარიც არის ეს ყველაფერი, ცოტა მაეჭვებს რამდენად შეიძლება ჩავთვალოთ ეს წიგნი მემუარულ ჟანრად, მემუარების ჟანრში შეიძლება გავიდეს ეს წიგნი? იცი რა, ისეთი ვერ გაიგებ რა წიგნი ახლა როგორც ავტორი გორები. მემუარული ალბათ ნაკლებად არის. ძალიან ბევრი არის საკუთარი ემოცია გამოცდილება შიგნით ჩადებული. ძალიან ბევრი არის დოკუმენტური რაღაც მოყოლილი, მაგრამ ძალიან ბევრია მოგონებული. ამიტომ რა ვიცი, აი ეს რაღაც წავიკითხე დოკუმენტური პროზა, აი ესეთი ვიტყვით რაღაცნაირად, იმიტომ რომ ის რომ გამოგონებული ბევრია, ეს მიტოვებს იმ თავისუფლებას, რომ ჟურნალისტივით არ მივდიო მოვლენებს და იმის თავისუფლება მაქვს, რომ რაღაცა გამოვიგონო და სხვანაირად წავიდეთ, აი ფიქშენის მხარეს წავიდეთ. მაგრამ ხშირად ძალიან მივსდევ ამბებს, ნამდვილი ამბავის შესახებ მინდა მოყვე, მაგრამ ცხადია ჩემში გამოტარებული ემოციით. ამიტომ ჟანრის განსაზღვრად მე თვითონ ძალიან მიჭირს. აღსაგებია. კარგი, მაშინ დეტალურად კითხავთ მაშინ ზღაპარზე, რომელიც იქ შემავალი ზღაპარია და რამდენადაც მე თუ სწორად მივხვდი ეს ცალკე ზღაპრად ამონარიდადაც შეიფუთა, ასე ვთქვათ და ითარგმნა ფრანგულადაც კიდე ცალკე გამოიცა, ხომ? ეს არის ლიზიკო და ორი ზღაპარია ამ წიგნში შესული. ერთი არის სახალხო ზღაპარი, ესე დავარქვი და ეს სულთან აფრიკული ამბავია, იქ არის ესეთი ბინტუმანის მთა, არაჩვეულებრივი ადგილია, ეკოლოგიურადაც ფაუნა, ფლორა შენახულია და იქ არის მართლა ჯადოსნობები ხდება და იმის შესახებ მინდოდა მოყოლა და ეს მომყევდა. მეორე ზღაპარი ისიც გადავაბი ამ ბინტუმანის მთას, ეთქობა მონატრებული ვიყავი, შვილი ჩემი ლიზიკო თბილისში იყო და რაღაცნაირად აი ლიზიკო და წითელქუდა გადავაბი და აფრიკა დავამატა ზე და აი ესეთი ვინიგრეტი მომიტანა. ხო და ეს თარგმნეს ფრანგებმა ძალიან დიდი მადლობა გამომცემლობა მედუზა არის ესეთი რომელიც მაია გიორგიელიძე რომელიც ქართულ საქმეს აკეთებს ქართულ კულტურას ზღაპრებს აცნობს ფრანგებს და იმან მოისურვა ამისი თარგმნა გამოვიდა ცალკე წიგნად და დიდი ამბით მინდა გითხრათ რომ აი პარიზის მეტროში უზარმაზარი ბანერებია დაკიდებული სადაც ლიზიკო და ეს აფრიკული ზღაპარია იქ რა ეს მეამაყება და მეტრაბახება კიდეც და რა ვიცი აი ესე მოხდა ეს აჰა. კი ბატონო, ანუ მთლიანობაში წიგნი მკითხველს უტოვებს ამბავს, რომელიც იქ ხდება და იმ გარემოს, იმ სუნს და იმ ყოფას, ოღონდ ამ ყველაფერთან ერთად თქვენს ხედვას, როგორც არის ხოლმე ყველაფერი მე თქვენ როცა გისმენთ ხოლმე, ყოველთვის თქვენს მონათხრობში პოდკასტი იქნებოდა, ჩართვა იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, ყოველთვის თქვენი დანახული მოვლენებია ხოლმე, თქვენგან დანახული და ეს უფრო საინტერესოა ხოლმე. საავტორო არის, როგორც უწოდებენ. რა ვიცი, ეს რაღაცა პრინციპში და მეკითხები რომ ობიექტური იყავი. ჩემი პრინციპული პოზიციაა, ეცი და მგონია რომ ობიექტური ადამიანი ვერ იქნება, მაშინ ადამიანი არ არის. მე ყოველთვის სუბიექტური ვარ და ჩემ დანახულს ვამბობ, ცხადია. ამას ხუსაც ხო ვერ მოყვები და გენიალური ქართველი ფსიქოლოგი დიმიტრი უზნაძე არსებობდა, რომელიც მას ეს მოიგონა ეს განწყობის თეორია, მოიგონა კი არა, აღწერა ფაქტიურად, რომ არსებობს და ეს განწყობა რეალურად არსებობს და რამდენი ადამიანიც არის ჩემს აზრით იმდენი სამყარო არსებობს რა. მე ჩემსაც გეუბნები, შეიძლება ჩემი და თქვენი რაღაცაში დაემთხეს ერთმანეთს, რაღაცაში სხვადასხვა იყოს, მაგრამ მხოლოდ გავზდით და მრავალფეროვნად ამ ჩვენს დანახულს ერთმანეთსაც თუ გავიზიარებთ. ამიტომ ცხადია, ჩემში გატარებულია. ვცდილობ ბევრი რამე ფაქტები მაინც არ დავამახინჯო, მაგრამ ფაქტების შესახებ აზრი და მათი შეფასება ცხადია ჩემეულია და სუბიექტური. წიგნი ეძღვნება თქვენს მეუღლეს რამდენადაც ვიცი.
დიახ, ელენე გედევანიშვილი. როგორი რეაქცია ქონდა? თუ მანამდე საკითხებდით ცენი ამონარიდებს ანამ ბოლომდე გავა. იცი როგორ არის, დოდადო კითხულობდა ეს პერიოდულად როგორც იწერებოდა ისე, მაგრამ მიჯვნა არ იცოდა და ესეთი რეაქცია ქონდა საკმაოდ როგორ გითხრათ რა, მე ვფიქრობ, რომ გაცილებით ნაკლებ რეაქციას ველოდი, ნაკლებ გამოხმაურებას, ვიდრე მართლა მან შემასკდა რა, აი ეს ემოციურად აღმოჩნდა დატვირთული და ძალიან გამიხარდა პირიქით და თანაც ცოტათი თანაავტორიც არის, იმიტომ რომ იქ ერთხელ აფრიკაში ჩამომაკითხა, ჩამოვიდა იქა და რამდენიმე თავი არის, რომელსაც დაორქვი აფრო-ქართულის ცოლის ჩანაწერი. ანუ მისი მონაყოლია ჩემს მიერ რედაქტირებული, ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ რაღაცა პროცენტულად თანაავტორიც არის და ძალიან კარგი. მე როგორც საუბრის დასაწყისში ვთქვი, ჩემს სამეგობროში უკვე ორი ისეთი მეგობარი აღმოაჩინე, რომელმაც მოასწრო წაიკითხა და თავისი პოზიციაც გამოხატა და ძალიან დავინტერესდი, მე მოეწონათ ძალიან და მე მინდა გისურვოთ, რომ წიგნს სწავდეს ძალიან ბევრი მკითხველი და რაც მთავარი, ასე დროს მოლოდინი ჩნდება ხოლმე თორნიკე, მე არ ვიცი თქვენ მომავალში რას აპირებთ, მაგრამ როცა ერთ რამეს წავიკითხავ მე და ემოციურად კარგად განმაწყობს და მივიღებ მე ჩემ წილ ემოციას, ვინმეს ნაწერიდან მე მინდა რომ კიდე დამიწეროს მოდი ასე ვიტყვი პირდაპირ. ასე რომ გისურვებთ მომლოდინე ადამიანებსაც მკითხვა, ბევრ მკითხველს. დიდი მადლობა და ეს მოლოდინიც არის და ერთგვარი პასუხისგებლობაც და თავისთავად. ცოტა შიშიც არის, მართალი გითხრათ, რომ თავიდან რაღაცა რომ მოეწონება ადამიანს სხვას, თქვა, თქოს მე იმის შიში ჩნდება, რომ ვაი თუ შემდეგი დავწერო და ესეთი არ გამოვიდეს და არ ვიცი, ახლა მე ხო პროფესიონალი, ასე ვთქვათ, ვაქ საქმის არა ვარ, ერთხელ გამოვიდა და ნახოთ, თუ რაღაცა იქნება მუზა თუ მოვიდა აუცილებლად გავაგრძელებ. და თორნიკე დაგვჭა 2 წუთი და არ შემიძლია რომ ამერიკული ამბავიც არ კითხო. ოღონდ ნუ ამაზე ხილად გიწევს ხოლმე შენ საუბარი და ჩემი შეკითხვა უცხო რა თქმა უნდა არ იქნება შენთვის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ასე მინდა დავსვა საკითხი ხშირად შორიდან უფრო გამძაფრებულად ვხედავთ ხოლმე რაღაცებს. ანუ აი იქნება ეს პოლიტიკური მოვლენები თუ არ ვიცი კოვიდ ამბავი თუ რაღაცა, სადღაც რაღაცები გვესმის გამძაფრებულად და უცბად აღმოვაჩენთ ხოლმე რომ იქ მყოფი ადამიანი გვეუბნება რომ მე ხო იმიქ ცხოვრობ და ეს არც ისე მძაფრად და ტრაგიკულად არ არის საქმეო. მე მინდა გითხოთ ასეთი რაღაცა. ხშირად ამბობენ რომ ისე როგორც არასდროს ისტორიაში ამერიკა არის პოლარიზებული დღეს და ადამიანებს თითქმის სიძულვილის დონეზე აქვთ უკვე გაყოფილი და გამიჯნული მათი პოზიციები ერთი ბანაკიდან მეორეში. ეს რეალურ ცხოვრებაში მართლა ასეა ჩანს თუ უბრალოდ ესეთი მხატოვანი ნათქვამია? იცი რა, შემიძლია ვთქვა, რომ ყველა ფერში არის რაღაცა დოზით სიმართლე. მართლაც ესეა, დაპირისპირება ძალიან ძლიერია, თუ შეადარებთ წინა მდგომარეობას, ალბათ მართლაც გამძაფრებულია, მაგრამ მეორე ნაწილიც არის სიტუაციის. დავით, ამერიკა ეხლა ქვეყანაა 350 მილიონიანი უზარმაზარ ტერიტორიაზე გადაშლილი. აი, ჩემთან გვერდზე რომ გახვალ ქალაქში, საერთოდ არ იგრძნობა არაფერი, გეგონება არაფერი მომხდარა. ხალხი ჩვეულებრივად იგივება, ჩვეულებრივად ესალმება ერთმანეთს, მუშაობს, ამერიკა განთქმულია იმით, რომ ძალიან მაგრად მუშაობს, ასე რომ ამძაფრებულიც არის ეს ნათქვამიც და თან რეალობასაც შეესაბამება, მაგრამ ისე არ ხოხს როგორც წვიმს ეს მართალი. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის, წარმატებებს გისურვებთ თორნიკე და როგორც თავიდან აღნიშნეთ, ბევრ ადამიანს ვინც დიდი სიამოვნებით მოგისმენს და დაგიცდის ყოველთვის, როგორ მოუყვები შენს ამბავს, შენს ობიექტურ ამბავს თუნდაც სუბიექტურად. დიდი მადლობა, დავით. დიდი მადლობა. კარგად. თორნიკე ბერიშვილს ვესაუბრებოდით პირდაპირ ეთერში, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, თორნიკე ამერიკაში ცხოვრობს, იქ არის ხოლო ეს წიგნი, რომელიც მან დაწერა იმათ წელზე, როდესაც ცხოვრობდა და მუშაობდა აფრიკაში, სიერა-ლეონეში, აფრო-ქართველის ჩანაწერების სახელით უკვე ხელმისაწვდომია და ნუ თავის მკითხველიც უკვე ყავს. ნახოთ თუ გექნებათ საშუალება და გექნებათ ინტერესი, რა თქმა უნდა, წაიკითხავთ და თქვენს დამოკიდებულებასაც დააფიქსირებთ ამ წიგნის მიმართ. ამით დასრულდა